ჩვენ ერთი დღე ვიყავით ბრიუსელში მე და ლევან სანიკიძე, მაგრამ მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის ევროკომისიაში და კონკრეტულად ევროკომისიის საგარეო უწყებაში და მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის და უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ოფისში და მოგეხსენებათ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასანქციო პოლიტიკის განსაზღვრაში, იქნება ეს ფინანსური სანქციების, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე თუ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. ჩვენ ვიცით მოცემულობა, რომ სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყენებს მის ერთადერთ მოკავშირეს ევროკავშირში ვიქტორ ორბანის სახით, ის საბოტაჟს ახდენს ერთგვარად ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების წესის, რომელიც დაფუძნებულია კონსენსუსზე, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალურ სანქციებს და ამით თავიდან ირიდებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც აქამდე უკვე დიდი ხნის დაწესებული ექნებოდა ევროკავშირს მასზე და მის გარემოცვაზე, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსენსუსით, ანუ 27 წევრი სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს და ამ 27-დან ერთი გამოკვეთილად არ ეთანხმება და ეს არის ვიქტორ ორბანი, რომელმაც შესაძლოა შემდგომ აიყოლიოს კიდევ ერთი სახელმწიფო. თუმცა იყო ასევე მოძებნილი გზა, ელოდება არჩევნები ეს ერთი ეროვნულ დონეზე სახელმწიფოებმა მიმართონ ამ ზომებს და მაინც ვიქტორ ორბანის დათანხმება არ არის საჭირო. რუსო, რო გვესმოდეს, ეროვნულ დონეზე ფინანსური სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ვერ მოხდება, ეს არის ევროკავშირის პრეროგატივა, როცა სახელმწიფო არის წევრი ევროკავშირის, თუმცა თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ როგორც ევროკავშირის დონეზე, ასევე ინდივიდუალურად სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ეს რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის გერმანიამ უკვე გააკეთეს. ჩვენ რაზე ვესაუბრებოდით ევროკომისიაში? რომ მაშინ, როდესაც ახლა გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი ბლოკავს მასზე ფინანსურ სანქციებს და სანქციების ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე აყენებს მილიონობით საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ თუ შეჩერება მოხდა, ის შეგეხება თქვენს, მეც და ქოცსაც. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც პოლონეთის პრეზიდენტობის მიერ იქნა თავმჯდომარეობის მიერ იქნა შემოთავაზებული და ამაზე სასაუბროდ ვიყავით მათ შორის ვარშავაში ჩასული და პირადად ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო მინისტრს რადისლავ სიკორსკის, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაც მოხდეს სელექციურად. ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ ჯგუფებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, თავად ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე და მის მოკავშირეებზე, მის პროპაგანდისტებზე, მის ფინანსურ ელიტაზე და ასე შემდეგ. და ეს შესაძლებელია ნამდვილად ქართულ ოცნებაზე. დიახ, ეს შესაძლებელია ნამდვილად, აუცილებელია ამისთვის, ხა ეს არასდროს მომხდარა, იმიტომ რომ როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხდება, ეს ხდება ბლანკეტურად, ანუ ეს ეხება ყველას. თუმცა ამ ახალი წესიდან გამომდინარე, რომელიც სწორად პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული, ეს შესაძლებლობა გაჩნდა და საქართველოს უნდა იყოს პირველი პრეცედენტი, სადაც მოხდება ამის გამოყენება და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქი ამ თვალსაზრისით არის ბერლინი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ გერმანია ნამდვილად განმსაზღვრელია, ასე ვთქვათ, ევროკავშირის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე კანცლერი მერცი, რომელთანაც პირადად საუბრის შესაძლებლობა მქონდა რამდენიმე თვის წინ ვალენსიაში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში, ის საჯაროდაც ასე პოზიციონირებს და პირად საუბარშიც, როდესაც საქართველოზე ვესაუბრებოდი, რომ საქართველო გადასარჩენია როგორც სახელმწიფო, არა მხოლოდ ჩვენი ევროინტეგრაცია როგორც პროცესი, არამედ საქართველო როგორც სახელმწიფო და ქართველები როგორც ხალხი. და ეს ძალიან კარგად ესმის ყველას, იმიტომ რომ სხვაგვარად რუსეთის, ჩინეთის და ირანის ამარა დარჩენილი საქართველო, რომელსაც სუვერენიტეტის აღარანაირი მდგენელი არ გააჩნია, უბრალოდ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგება და სწორედ ამ მიზნით ვიყავით გერმანიაში ჩასული, რომ გერმანიის ინიციატივით 20 ოქტომბერს დაგეგმილ საგარეო საბჭოს სხდომაზე, მინისტერიალზე ამ ინიციატივის განხილვა მოხდეს ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წაართვან უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ რუსო კარგად რომ გვესმოდეს, ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. მაშინ, როდესაც
ივანიშვილი პარტიების გაუქმებით იმუქრება და რა თქმა უნდა ამაზეც მუშაობთ რომ ამ ახალი ესკალაციის ფაზაში ივანიშვილის რეჟიმა ვერ გაბედოს გადასვლა, იმიტომ რომ ყველას ესმის რომ პარტიების გაუქმება, ინდივიდუალური პოლიტიკოსების აკრძალვა და გაუქმება ახალი ესკალაციის ფაზაა, მაშინ როდესაც მედიებს თავს ესხმის, მაშინ როდესაც ქვეყანაში 60 პოლიტპატიმარია, მაშინ როდესაც რეპრესიული მანქანა მოქმედებს ასობით და ათასობით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, ევროკავშირმა რაღაც ზომები უნდა მიიღოს, მაგრამ ეს ზომები გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა ეს კითხვა მინდა დაგისვათ. სანქციები, რომელიც ამ დრომდე ვნახეთ, ბუნებრივია ისე არ არის, როგორც ქართული ოცნება წარმოაჩენს ხოლმე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ ნერვიულობს, თავადაც საუბრობდა საჯარო ინტერვიუში ამის შესახებ. თუმცა მიიღეთ თუ არა პასუხი რატომ არის ხოლმე დასავლეთის რეაგირება დაგვიანებული? ან თუ კი არ მეთანხმებით, მაშინ მითხარით საპირისპირო, იმიტომ რომ მომისმენია მოსაზრება, რომ აი თუნდაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელია ივანიშვილის დასანქცირება და ვხედავთ ოთარ ფარცხალაძის და ლევან ვასაძის წინააღმდეგ ამ ტიპის გადაწყვეტილებას. რა არის ამის მიზეზი თუ არის ამოხსნილი თქვენი მხრიდან? რა თქმა უნდა, ხა მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მათ შორის კონკრეტულად დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში ხა თქვენ ჯეიმს მაკლერი ახსენეთ და ის მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიდი ბრიტანეთის წევრია, მასთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვიწევს ჩვენ, როდესაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში ვიყავით, შევხვდით ძალიან ბევრ სხვადასხვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, იქნებოდა ეს ლორდთა პალატაში, ანუ ზედა პალატაში თუ თემთა პალატაში, სადაც ჯეიმს მაკლერის ეს შეკითხვა მოვისმინეთ ჩვენ დღეს, ხვალ ერთი დღით ასევე ვიქნები ლონდონში სწორედ საგარეო უწყებაში იმისთვის, რომ დამატებით ვისაუბროთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს სასანქციო პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეს ივანიშვილის კარზე და უშუალოდ იმ ადამიანების კარზე, რომელზეც სანქცირებას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი, მაგრამ რა თქმა უნდა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ეს რუსო არის პროცესი, მაშინ როდესაც ხდება მათ შორის მტკიცებულებების შეგროვება და ყველა იმ სტანდარტის დაცვა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს სასანქციო პოლიტიკა გაფართოვდეს, მაგრამ ერთი რამე, რაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის ივანიშვილის და მისი გარემოცვის გასაგონად, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამ მაამებლური დამოკიდებულებით ივანიშვილის მიმართ მას მუდმივად ატყუებენ, რომ საბოლოო ჯამში ეს სანქციები და მათ შორის ბრიტანული სანქციებიც აუცილებლად ივანიშვილთანაც მივა. თუ რა თქმა უნდა ეს პროცესი ახლა არ გაჩერდა და ამ პროცესის გაჩერების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის პოლიტპატიმრების გამოშვებით, ქვეყნის დაბრუნებით ევროინტეგრაციის გზაზე, იმისთვის რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, კიდევ ერთი ჩვენი გზავნილი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან რა თქმა უნდა არის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაში დატოვება, ამ წნეხის შენარჩუნება, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით ბატონმა გახარიამ, თუმცა ხა მისი იმედი მე მგონი არავის ჰქონდა და ლელომ, ჩემ და სამწუხაროდ ძალიან უარყოფითი როლი ითამაშეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო რთულია რეჟიმის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და დელეგიტიმაცია და მათ შორის 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის არჩევნებად არ შეფასება. ან მათ ჰქონდათ რაღაც ასე ვთქვათ უკმაყოფილება თუ მე ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის განმარტავ, რომ როდესაც ოპოზიციის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ნაწილი მუშაობთ იმაზე, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს, უვიზო საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდეთ და შეუჩერებდეთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, მუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდეს, არაღიარება გაგრძელდეს, დელეგიტიმაცია გაგრძელდეს, პოლიტპატიმრების სათქმელი ჩავიტანოთ და 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაცია აღიარებული არ იქნა საერთაშორისოდ როგორც არჩევნები, სამწუხაროდ ლელო და გახარია ამ რუსულ სპეცოპერაციაში თავად მონაწილეობას იღებენ და რა თქმა უნდა ართულებენ იმ დემოკრატიული გზავნილის პენეტრაციას, რომელიც აუცილებელია, რომ სრულად პენეტრირდეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ამ თვალსაზრისითაც კარგად გავიაზროთ ადამიანებმა, ვინც 4 ოქტომბერს გადაწყვეტილებას მივიღებთ რუსული სპეცოპერაციის
პუნქტთან წავიდეთ, რომელსაც ჩემ და სამწუხაროდ, მათ შორის ლელო და გახარიაც საარჩევნო უბნებს ეძახიან, თუ გამოვიდეთ რუსთაველზე. მე მგონი არჩევანი ძალიან ცხადია, ნათელია, ცხადია, ერთმნიშვნელოვანია, პრინციპულია და გავაგრძელებდი სიამოვნებით. რომ უნდა გამოვიდეთ რუსთაველზე და არ გავხდეთ თანამონაწილე რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების, იმისთვის რომ ეფექტიანები ვიყოთ და გამარჯვებულები ვიყოთ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ. მადლობა თინა ბოგუჩავას.